მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. კანონში დაზუსტება ფორმულირებები და ყველა დეტალი კონკრეტულად გაიწერება. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებები ეხება გარკვეულ დაზუსტებებს სხვადასხვა ნორმაში, რაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით შეიძლება ბუნდოვანი ყოფილიყო. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების გატანის შემდეგ იგივე არსი დარჩება კანონში, რაც გულისხმობს პარტიების ფინანსურ გამჭვირვალეობას, რაც გულისხმობს სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა ხდება კანონის, მაგრამ ცალკეული ფორმულირებები დაზუსტება ისე, რომ გამოირიცხებოდეს სხვადასხვაგვარი წაკითხვა ამა თუ იმ ნორმას. ამ კანონზე და ზოგადად ამ თემაზე საკმაოდ დიდი ხანია მიდის მუშაობა, არის პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები და კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან, არის რაღაცა გარკვეული მოსაზრებები და უკვე იქნება ალბათ საპარლამენტო განხილვები და ბიურო ამ საკითხზე იმსჯელებს.